თბილისში დინამო არენაზე დღეს დასრულდა მძლეოსნობაში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მესამე ლიგის გუნდებს შორის. შეჯიბრებები დინამო არენაზე და დიღომში მდებარე მძლეოსნობის ახალ სტადიონზე გაიმართა. ჩემპიონატის მეორე დღე სხვადასხვა დისტანციაზე რბენას, ხტომას და ყორცნებს მოიცავდა. ორდღიან ტურნირში ევროპის 15 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მისალოცია სრულიად საქართველოსთვის ამ ხელა შეჯიბრება. შედეგს მეცვალოდი, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო ვერ შევასრულე ის, რასაც საჭირო იყო. ძალიან დადებითი ემოცია მოდის ყველა სპორტსმენიდან, ყველა თავისებურად ნერვიულობს, რა თქმა უნდა, ამ ხელა შეჯიბრებაა, მაგრამ ერთმანეთს ვედექით ყველა გვერდით. ძალიან კარგი ჩემპიონატია. ყველა საჭირო პირობაა შექმნილი ასპარეზობისთვის. კარგი სპორტსმენები მონაწილეობენ და იმედი მაქვს, რომ ჩემს შედეგს შემდეგში გავაუმჯობესებ. თითოეული ჩვენგანისთვის ეს ჩემპიონატი დიდი გამოცდილებაა.